საინფორმაციო გამორჩილებელ ბანერებს ვანთავსებთ ტყეში, სადაც არის ტურისტულად დატვირთული ადგილები. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება არის ეროვნული სათხეო სააგენტოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მოგეხსენებათ, დაუდევრობით ხდება ხშირად ხანძრები, რაც გამოუსწორებელ შედეგებს იწვევს. ჩვენთვის ამოცანა არის თავიდან ავირდოთ სავალალო შედეგები. საფხული არის ხანძარ-საშიში პერიოდი, აქედან გამომდინარე აუცილებელია რომ დავიცვათ უფრო მეტად ტყეში ქცევის წესები, არ დავტოვოთ კოცონი ყურადღების გარეშე და როდესაც მეგობრებთან ერთად წავალთ თუნდაც პიკნიკზე, აუცილებელია რომ როდესაც იმ ტერიტორიას დავტოვებთ, ისე უნდა დავტოვოთ რომ იქ რაიმე რისკი არ არსებობდეს იმის რომ ხანძარი გაჩნდეს. მე ვარ მარიამი ზესტაფონიდან, აქ დავიბადე და გავიზარდე. გარკვეული პერიოდი არ ვცხოვრობდი აქ, დაახლოებით 7 წელი. თავის დროზე დავტოვე აქაურობა. რამაც ვფიქრობ, რომ მაინც დიდი წვლილი შეიტანა ჩემი პიროვნების განვითარებაში, გავიზარდე სულიერად პიროვნულად და მგონია რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღე თავის დროზე. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ დავბრუნდი ზესტაფონში, იმიტომ რომ ჩემი ოჯახი კონკრეტულად მამა დაბრუნდა საქართველოში და ამიტომაც გადაწყვეტა რომ მასთან ერთად დავიწყო ცხოვრება ზესტაფონში ჩემი სიახლით. მოკლედ მე მქონდა თბილისში სტუდია, რომელიც არც თუ ისე ცუდად მუშაობდა, თუმცა იქ იყო მეტი კონკურენცია, მეტი შესაძლებლობა ჰქონდა სხვასაც და ამიტომაც გადავწყვიტა რომ ჩემს ქალაქში, სადაც ნაკლები კონკურენცია არის ამ სფეროში, ჩემი სტუდია წავმოყვა ჩემს ქალაქში. და ჩემი მარიკოს ფოტოსტუდია გავხსენი ზესტაფონში. ჩემი სტუდია სთავაზობს ადამიანებს სხვადასხვა შეთავაზებებს. კონკრეტულად მაქვს რამდენიმე პაკეტი, რომელთაც შეუძლიათ რომ ისარგებლონ ადამიანებს. პირველი არის ის, რომ შეუძლიათ აქ მოსულ ადამიანს შეუძლია რომ იქირაოს სივრცე საათობრივად და ეს სივრცე გამოიყენოს თავის სურვილისამებრ, როგორც უნდა, რანაირადაც უნდა, რა დეკორიც უნდა, რა აქსესუარიც უნდა და ამ სივრცეში გადაიხდის მხოლოდ კონკრეტულ თანხას. ეს არის ჩემი პირველი შეთავაზება. რაც შეეხება მეორე შეთავაზების პაკეტს, არის ის, რომ შეუძლია რომ თავისი ტელეფონით, ან თუ სურვილი ექნება რომ მე გადავუღო ჩემი ტელეფონით კონკრეტული ფოტოები და ვიდეოები, ეს იქნება დაბადების დღის, საორსულე ფოტოსესია, საოჯახო. მე გადავუღო ამ ჩემი ან თავისი ტელეფონით, ესეც სურვილისამებრ რა თქმა უნდა და ამ კონკრეტულ შეთავაზებაზე იხდის კონკრეტულ თანხას. რაც შეეხება მესამე შეთავაზებას, ეს არის სრული პაკეტი. მე ვთავაზობ ფოტოგრაფის მომსახურებას, ჩემს მომხმარებლებს საათობრივად. რა თქმა უნდა, ფოტოგრაფი სრულიად ჩართული ამ პროცესში, ეხმარება ყველაფერში ჩემს მომხმარებას და ესეც კონკრეტულ თანხას იხდის ამ შემთხვევაშიც ჩემი მომხმარებელი და აქედან ამ სამი პაკეტიდან რომელი პაკეტიც უნდა რომ გამოიყენოს იმ შეთავაზებას აირჩევს. ზოგადად ადამიანებთან კომუნიკაცია არის ჩემთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი. ახალი ადამიანების გაცნობა ძალიან მიყვარს. ფოტოგრაფიას რაც შეეხება ბავშვობიდან რაღაცნაირად თუნდაც ტელეფონით ძალიან კარგ კადრებს ვიღებდი და ჩემს მეგობრებს სულ ჩემი გადაღებული ფოტოები მოსწონდათ და აქედან წამოვიდა ეს რომ რაღაც კარგად გამომდის ეს ფოტოების გადაღება. მე თვითონ უბრალოდ ვიდეოებს ვიღებდი, ჩემით ვიღებდი ტელეფონით ფოტოებს. კოვიდის პერიოდში მახსოვს რომ ზესტაფონში ვიყავი მაშინაც და ჩემს ეზოში ვიღებდი ფოტოებს და ყველა მეუბნებოდა რომ ვინ გადაიღო ეს ფოტოები და მე ყველას მეუბნებოდი რომ მე გადავიღე ეს ფოტოები ჩემით. აქედან წამოვიდა ფოტოების გადაღების სიყვარული და რაღაც ის ფიქრი რომ აი რაღაცა კარგად გამომდის. და რაც შეეხება უბრალოდ ფოტოს გადაღებას სხვისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კონკრეტულ მოგონებას ინახავს ეს ფოტო, კონკრეტულ ემოციას ინახავს, რომელიც ძალიან დიდ ხანს გაყვება ადამიანს და
ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს. ყველა ადამიანს არ აქვს მნიშვნელობა ვიღაცას რაღაცა ფიზიკური პრობლემა აქვს თუ ფინანსური თუ არ ვიცი რაღაცა პრობლემა ყველა ადამიანს აქვს განსაცდელი ცხოვრების ხო ყველა ადამიანი მაინც რაღაც ტკივილთან ერთად ცხოვრობს ამას ვერ გააკრობ ძალიანაც რომ გინდოდეს ვერ გააკრობ როცა სწავლობ ამ რაღაც შენს განსაცდელთან შენს ტკივილთან ერთად ცხოვრებას და მაინც ფიქრობ რომ მაინც გამოგივიდა ის რაღაც რაც გინდოდა რომ გაბოსტო პეთი აკლია ჩვენს საზოგადოებას რაღაც კონკრეტული ან ვიღაც კონკრეტული ადამიანის მიმღებლობა აკლიათ მაინც ასე თუ ისე კი ვიბრძვით ჩვენ რომ ეს განსხვავებული ადამიანები ხარმი და ხაზგასმით თქვა მაგრამ ზოგადად ვიბრძვით ხო რაღაცისთვის სულ მაგრამ თითქოს რაღაც გამოდის მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაში გამოდის ხოლმე მე რომ არ არის ეს მაინც მიმღებლობა და მაინც ეცემი რაღაც მომენტში მაგრამ მე ეს შინაგანი დამოკიდებულება შენი ხედვა ფსიქოლოგიური გაძლევს მე რაღაც ძალას რომ ისე ვადგე და გაგრძელო და მიმღებლობა ზოგადად მხარდაჭერა ანუ კონკრეტული ადამიანის მიმართ რაღაც გამოვა ეს მნიშვნელოვანი არის ჩემთვის მაგალითად თუ გიყვარს მუსიკა, ადამიანებთან კომუნიკაცია და რადიო სფერო, ეს შესაძლებლობა შენთვისაა. რადიო არგო აცხადებს ვაკანსიას წამყვანის პოზიციაზე. სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერს 555 76 24 76 ან მოგწერეთ რადიო არგოს Facebook გვერდზე. გისურვებთ წარმატებას.